მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა. იფიქრეთ თქვენ თავზე და თქვენ პარტნიორზე, ვისთან ერთადაც გაინტერესებთ რისთვის შეგახვედრათ მას სამყარო. რა მოაქვს, ან რატომ მოვიდა საერთოდ თქვენ ცხოვრებაში. რა მისიით მოვიდა, მოდი ესე ვთქვათ. რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, მე პატარა იდენტიფიკაციას თქვენ ენერგეტიკულისას გეტყვით ახლა, ყველა გაშლა ყველაზე არ მოქმედებს ყველა სიტყვა მეგობრებო. თუ ეს გაშლა არ ემთხვევა, გადაავლეთ სხვა გაშლებს თვალი და გამოწერა ჩემი გვერდის და დალაიკება ვიდეოების არ დაგაზაროთ აუცილებელია ენერგეტიკისთვის. პირადი გაშლებისთვის გადმოდით ტელეგრამზე ვაკეთებ პირად გაშლებს, ფასებს და დეტალებს გაგაცნობთ იქ. ესე იგი რა ენერგიებში ხართ ახლა გავიგოთ რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა თუ თქვენი იქნება უყურებთ. მე ხარ თქვენ ახლა რა ენერგიებში ხართ? შეყვარებულ ენერგიაში ხართ, სადაც ცოტა არ იყოს მოწყენილი ხართ, დეპრესიაში ხართ, რესურსის ნაკლებობას განიცდით, არც ადამიანი დიდი ალბათობით ან სადღაც წასულია მივლინებით, შვებულებით, ისვენებს სხვა ტერიტორიაზეა, ყოველ შემთხვევაში თქვენ გვერდით არ არით, გეხართ ესე გახურებთ სერზე, ასე ვთქვათ. და ელოდებით უკვე როგორც ჩანს, ცოტა არ იყოს შეაგვიან და დროა უკვე რომ მოვიდეს თქვენი საყვარელი პიროვნება ორიენტაციით ამოსული, ეს არის თქვენი გულის და სულის წამალი, ეს არის ადამიანი, რომელიც გიყვართ და თქვენ გრძნობთ რომ გულწრფელი და ორმხრივია ეს თქვენი ურთიერთობა და თქვენი ეს სულიერება, არა მხოლოდ სიყვარული ერთმანეთს რომ ასე ვთქვათ ავსებთ ყველანაირად ისეთი პიროვნება თქვენთვის ძალიან გენატრებად რესურსის ნაკლებობაში ხართ, შეიძლება ზოგიერთები ავადმყოფობაშიც ხართ, რაღაც ნაწილი ეს იქნება გრიპი, ვირუსი, რაღაცა გაციება, უხასიათობა, ცუდ დეპრესიულ მდგომარეობაში ყოფნა, აი რაღაცნაირად რესურსის ნაკლებობა გაქვთ. ზოგიერთებისთვის ასევე შესაძლებელია იყოს ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე დაბალი ენერგეტიკა და მოწყენილობა, ტირილის ხასიათზე ხართ, არ გიხარიათ და არ გიხალისებათ რაღაცეები. ადამიანის წასვლის გამო უფრო მიჩვენებენ, ადამიანი კიდევ ვიმეორებ, ან წავიდა კონფლიქტი იყო თქვენ შორის და ცრემლიანი დაგტოვათ, აქედან გამომდინარე, ხედავთ გოგონა ცრემლიანია და ბიჭი მიდის. გაშლა არის ორივე სქესზე მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ, ან უბრალოდ კიდევ ვიმეორებ, ტერიტორიულად მოუწია წასვლა, არ ვიცი, ჯარში წავიდა, რატომ მომდის ესეთი ინფორმაცია, არ ვიცი, მაგრამ ჯარში წავიდა, ომში წავიდა, სადღაც გადაადგილებაში წავიდა, მივლინები წავიდა, საერთოდ ემიგრაციაში წავიდა, აი გარკვეული არ არის რა და როგორ იქნება მისგან მისი მდგომარეობიდან გამომდინარე თქვენი მომავალი, ასე ვთქვათ, აქედან გამომდინარე გოგონა ტირის, ამ კარტითაც ტირის და ელოდებით, ან მის უკვე დაბრუნებას ელოდებით, ან მისგან ცნობას ელოდებით, მის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომ რა და როგორ იქნება, რა გადაწყდა, როგორ განვითარდა მოვლენები მასთან მიმართებაში, მის ცხოვრებასთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე ბევრი რაღაც დამოკიდებულია თქვენ ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე, განვითარების როგორ და რა წავა. რაღაცნაირად აი რაღაც ნაწილისთვის იქნება მეორე ნაწილისთვის ისე რომ ჩაკეტილი ურთიერთობა და წავიდა უბრალოდ კონფლიქტის გამო. ვერ შეთანხმდით, ვერ დაზავდით, ვერ მოირგეთ რაღაცა სიტუაციურად, ვერ მიხვდით რა და როგორ შეიძლება შეთანხმებული ყავით, იმიტომ რომ ორივე ხართ ჯინიანები, ასე ვთქვათ, ორივე ჩაიკეტეთ ერთმანეთთან ურთიერთობის მხრივ, კონფლიქტი და რაღაცა ჯინიაობას აქვს ადგილი, რაღაც ნაწილისთვის იქნება ასეც. თუ ატყობთ რომ თქვენზეა ენერგეტიკულად, მაშინ გავიგოთ, ესე იგი რაღაც ნაწილი სადღაც წავიდა უბრალოდ დროებით, რაღაც ნაწილის მხრივ კონფლიქტია თქვენ ურთიერთობაში და არიცით რა და როგორ განვითარდება თქვენი მომავალი და ესეთი ორ ნაწილად გაყოფილია ამ გაშლის მაყურებლები. კიდევ ვიმეორებ, ლაიკები არ დაგავწყეთ. ნახოთ რისთვის მოვიდა საერთოდ თქვენ ცხოვრებაში, რა მისიით არის თქვენ ცხოვრებაში მოსული სამყაროსგან, რა უნდა გეშველოთ ამ ადამიანით, ან რისთვის მოვიდა.
მოვიდა სიყვარულის და თასის გრძნობით მოვიდა, ასე ვთქვათ, თქვენ ცხოვრებაში რაღაცა პერიოდი. წარსული ცხოვრების განულა შესაძლებელია. მისი ჰოროსკოპი იყოს ორი ნაწილია აქაც, ერთი მხრივ შეიძლება მერწყულის სტიქიას და მერწყულის ნიშანს წარმოადგენდეს და შუთი ამაზე გვიჩვენებს, რომ ბავშვური ალალური გრძნობით მოვიდა და შემოიჭრა, ასე ვთქვათ, ახალი ეტაპით თქვენ ცხოვრებაში, რომელმაც სრულიად ამოაყირავა, ასე ვთქვათ, და გაანულა ყველა ის პროცესები და ყველა ის თაყვანისმცემლები, ვინც მის გაცნობამდე ყოლიათ და ასე ვთქვათ, ურთიერთობა გქონიათ ამ ადამიანებთან, რაღაცა ახალი, სრულიად ინოვაციური სიტყვა, ასე ვთქვათ, შემოიტანა თქვენ ცხოვრებაში და შემოიჭრა რაღაცა ახალი ურთიერთობით, ბავშვურად, ემოციურად, ისე ზედმეტი ნეგატივის გარეშე მხიარულად, სულელურად. ეს ჯოკერია მერწყულების კარტი, ან მეორე ნაწილისთვის არის შეიძლება წყლის სტიქიას წარმოადგენდეს ეს პიროვნება და იყოს თევზების კიბორჩხალას ან მორიელის ნიშანი, მაგრამ აუცილებელი არის უფრო მეტად ენერგეტიკა არის ჰაერის და წყლის სტიქიის ენერგიების, რომელმაც მოიტანა თქვენ ცხოვრებაში ემოციური აღმაფრენა, ახალი ეტაპი კიდევ ვიმეორებ, იმისთვის მოვიდა ეს ადამიანი, რომ თქვენთვის თქვენი ფასეულობა ეჩვენებია რაოდენ ღირებული და ძვირფასი ქალი ხართ. ამ მაყურებლის ნაწილი შეიძლება ხართ მიწის სტიქიის წარმოადგენელი ქალბატონი, ან ძალიან მიწის სტიქია ეს არის კურო ქალწული და თხის წარმოადგენელი, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა. ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან რესურსულია, კარგად გამოიმუშავებს ფინანსებს, შეუძლია, ასე ვთქვათ, თავის ბიზნესის მართვა, თავის საქმიანობის მართვა, თავის წარმოჩინება ძალიან რესურსულად და ლამაზად კოპწიათ ჩაცმა, ასე ვთქვათ, და რაღაცნაირად თავისი ხაზი აქვს, ასე ვთქვათ, სილამაზის და ესთეტიურობის განსაკუთრებით ამ ქალბატონს ფინანსები ძალიან უყვარს და ძალიან მიწიერია, საერთოდ ეს ფინანსური, რესურსული მდგომარეობა მისთვის არის უპირველესი ცხოვრებაში და ამ მდგომარეობის, ასე ვთქვათ, თქვენ თავში ასამაღლებლად, თქვენი თავის დასაფასებლად, უფრო ღირებულად, რომ გეგრძნოთ თქვენი თავი რაღაცა წარსული მოვლენებიდან გამომდინარე, თითქოს რაღაცნაირ სულიერ კრიზისში იყავით, რა მდგომარეობაშიც ძალიან გიჭირდათ და ებრძოდით საკუთარ თავს, თუ რაღაც ცხოვრებისეულ ყველას თქვენი გაქვთ პრობლემებს, სადაც თქვენი ღირებულება და თვითშეფასება დავარდნილი იყო იმ მომენტისთვის, შეიძლება საკუთარ დროს საკუთარ თავს არ აძლევდით დროს და ასე ვთქვათ, იმ ენერგიას არ დებდით თქვენ თავში, რომ თქვენი თვითშეფასება საკუთარი თავის მიმართ გქონდათ იმ დონეზე, რა დონეზეც საჭიროა, რომ თქვენ თავს აფასებდეთ. ძალიან სტაბილური პრინცის როლში შემოვიდა ადამიანი. შეიძლება ძალიან ესეთი ნელი-ნაბიჯით მოდიოდა თქვენ ცხოვრებაში და ბევრ რაღაცას და არც გთავაზობდათ და თითქოს არც ინძრეოდა ზედმეტად თქვენთან მიმართებაში, მაგრამ ეს ღირებულება მასაც პინდა გლიუჭირავს პრინცის. ძალიან ნელი კარტია მართალია, ძალიან ნელი ენერგეტიკით შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ მყარად. იმისთვის, რომ თქვენი თავის კიდევ ვიმეორებ, თვითშეფასება აგემაღლებინათ, დაფიქრებულიყავით ამაოებაზე და საერთოდ თქვენი მდგომარეობა სულ სხვა თვალით რაღაცნაირად მესამე მხრიდან შეგეფასებინათ, რომ მე ამის ღირსი ვარ, მე ამას ვიმსახურებ, მე ღირსი ვარ, რომ პარტნიორი მყავდეს ისეთი, რომელიც დამაფასებს, რომელიც ჩემთან ერთად ჩადებს, რაღაცა ნაყოფს, რაღაცაც გაზრდის, ურთიერთობა იქნება ეს, თუ ოჯახური კერა იქნება, თუ სამუშაო მდგომარეობა იქნება, ის, სადაც მე თავს ვიგრძნობ კომფორტულად ამ ადამიანთან ერთად და არა სტრესში და ნეგატივში, რაც მანამდე რასაკვირველია თქვენი ყველას გქონდათ. ეს ადამიანი კიდევ ვიმეორებ, სიყვარული და ემოციით მოვიდა თქვენ ცხოვრებაში, თქვენი სულიერების და თქვენი თვითკმაყოფილების ასამაღლებლად, თქვენთვის, ასე ვთქვათ, ენერგოცვლის მოსანიჭებლად, რაც რასაკვირველია ამ კარტებით შეძლო, თუმცა კიდევ მოლოდინის რეჟიმში დგეხართ, რომ აუცილებლად მოვა. მისგან ინფორმაციას მიიღებთ, ის მოვა თავად, თუ როგორ იქნება ეს ჯერჯერობით საიდუმლოა კარტი გვეუბნება, ასე რომ ესე